საქმე წმინდათა მოციქულთა თავი მე-16. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაი და მამისა წარმართისაი, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. ამისი სათნო უჩნდა პავლეს მისთანა განსვლაი და მოიყვანა და წინა დასცვითა მას სურიათა მათთვის, რომელნი იყვნენ მათ ადგილთა. რამე თუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმეთ წარმართი იყო მამაი მისი. და ვითარცა განვლიდეს ქალაქებსა მას ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი იგი იყვნენ იერუსალიმშინა. ხოლო ეკლესიანი იგი გამტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხვსა მას დღითი დღედ. და მოვლეს ფრიგვიაი და გალატელთა სოფელი და დაყენებული იყვნენ სულისა მიერ წმინდისა სიტყვა და სიტყვისა მის ასიას შინა. მორაივიდეს იგინი მის სუნდ, აზმნობდეს წასვლად ბითვინიათ და არაუტევა მათ სულმან უფლისამან. და ვითარ თანაწარხდეს მისონს, შთავიდეს ტროადად. და ჩვენებასა ღამისასა ეჩვენა პავლეს კაცი ვინმე იყო მაკედონელი. დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა, წიაღ მოგვალე მაკედონიად და შემეწიენ ჩვენ. და ვითარცა ჩვენება იგი იხილა პავლე ვისწრაფეთ ეხსეულად განსვლად მაკედონიად. გულისხმა ჰყავთ რამე თუ მონ მიჩინა ჩვენ უფალმან ხარებად მათდა. აღევხედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამოთრაკედ და ხვალისაგან ახალქალაქად და მიერ ფილიპედ, რომელი იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაი, ქალაქი კოლონიაი, ხოლო ვიყვინით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, დინარისა კიდესა, სადა იგი საგონებელი იყო ლოცვისა შეწირვაი. და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრული იყვნენ. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ზოწეულის მოფარდული, ქალაქისა თვიატირისაი, სახური ღმრთისაი იყო მუნდა ესმოდა, რომელისა იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყვათა პავლეს მიერ თქმულთა. და ვითარცა ნათელი იყო მან და სახლმან მისმან, გლოცვიდა და იტყოდა, უკვე თუ შეგირაც ხიემე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით და გვაიძულა ჩვენ. და იყო ვითარ წარვიდოდეთ ჩვენ ლოცვად, ხევალი ვინმე წინაშე მემთხვია ჩვენ, რომელისა თანა იყო სული პითონი, რომლარს მისნობისაი, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მესითა. ესე მისდევდა პავლეს და ჩვენ ხმობდა და იტყოდა, ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქვენ გზათა ცხოვრებისათა და ამას ყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსამას უკეთურსა და რქუა, გამცნეთ შენი სახელით იესო ქრისტესითა განსვლად მაგისაგან და განვიდა მასვე ჟამსა. ვითარცა იხილეს უფალთა მის დედაკაცისათა რამე თუ განსრულიყო სასუეება ეს სარეწავისა მათისაი, შეიპყნეს პავლე და შილა და მიიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა და მიგვარნეს იგინი რის თავთა მათ და რქვეს, ესე კაცნი აღძვრენ ქალაქს ამაშვენსა, ჰურიანი არიან და მithრობენ სჯულსა, რომელი არა ჯერარს ჩვენ და თავსდებად არცა ქნათ, რამე თუ ჩვენ კაცნი ჰრომნი ვართ. და შეყრბებოდა ერი მათზე და ერის თავთავად მოაპეს სამოსელი მათი და უბძანეს კვერთხითა ცემაი. და ვითარ მრავალი წყრულებაი დაზდვეს მათზე და შესხნეს იგინი საპყრობილესა და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაი მათი. და მან ვითარცა ესევეთარი მცნებაი მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერხნი მათნი დააგრძალა ხუნცსა შინა. და შუაღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა. და ისმენდეს მათსა სხვანი იგი პყრობილნი. მეხსეულად ზრა იყო დიდი ვიდრე მდე, საპყრობილე იგი საფუძვლით თუ შეიძა და მუნდქვესვე ყოველნი კარნი განეხულეს და ყოველთა კრულებანი განისხსნეს. და ვითარცა განეღვიძა საპყრობილის მცველსა მას და იხილა კარნი საპყრობილისანი განხმულნი, იხადა მახვილი და ეგულებოდა განბუმერაი თავისათვის ისაი. ეგრე ჰგონებდა ვითარმეთ განტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. ხმა უყო მას ხმითა დიდითა პავლე და რქუა, ნურარას შეიმთხვე ბოროტსა თავსა შენს, რამე თუ ჩვენ ყოველნი აქა ვართ. ხოლო მან მოითხოვა სანთელი და შეისწრაფა შინა და ძრწოლა ის შეედვა და შეურდა პავლეს და შილას და გამოიყვანა იგი გარე და რქუა, უფალმო რა იმიღის მიყოფად რაითავს სხონდე. ხოლო მათ რქვეს, გრწმენი უფალი იესო ქრისტე და სხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. და ეტყოდეს მას სიტყვასა მას უფლისასა და ყოველთა სახლეულთა მისთა.
და წარიყვანა იგინი მასვე ჟამსახა მისასა და განბანა იგინი ნაგვებთა მათსაგან და ნათელიღო მან და მისთა ყოველთა. მეხსეულად აღიყვანა იგინი სახე თვისა და დაუგო მათ ტაბლაი და უხარდა მას ყოვლით უცახლეულით, რომელთა რწმენა ღმერთი. დავითარცა განთენა, მოულინეს ერისთავთა მათ მტარვალნი და რქვეს, განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად. მიუთხრა სიტყვანი ესე, მესაპყრობილად მოძღვარმან მან პავლეს და რქუა ვითარმედ, ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევება ითქვენი, აწვე განვედი და წარვედით შვიდობით. ხოლო პავლე რქუა მათ, გვემნეს ჩვენ ურაკპარაკთა ზედა კაცთა, უბიწონი ჰრომლი და შემსხნეს საპყრობილესად ცუდად და აწფარლად განგვიყვანებენ ჩვენ. არა ეგრე, არამედ თვით მოვიდნენ და მათ განმიყვანენ ჩვენ. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ და მათ ზარი განხდა ეს, მაგრამ ვითარმედ რომნი არიან. და მოვიდეს და ლოცვიდეს მათ და გამოიყვანეს იგნის საპყრობილი და ევედრებოდეს განსვლად ქალაქისა მისგან. იგნი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახსა ლუდიისასა და იხინეს ზმანი და ნუგეშინის ცეთმა და გამოვიდეს.